Stop. გამორდეთ ის მარში კაცო. ადრე ჩართეთ, ადრე გამორდეთ. ცოტა ყურადღებით იყავით რა. ლევან, გისმე. აბა გაუში პირველი ფონოგრამა. ხო, კარგი, მადლობთ. მარში გვაქვს კიდე? კი, გვაქვს. არა, ეს არ მინდა. ლევან, თანამედროვე მუსიკა გვაქვს რამე გამზადებული? მეორე რაღაც ფონოგრამა არ ვიცი მე, მოისმინე. Sachi და მითხეს რომ სადავაში მოხდა მადრევლევის крушение და არის მსხვერპლი. Я 28 ночи был дежурным. Московское время был пол-4. Бакинский поезд стоял около меня. Почти около 200 метров от меня поезд стояли. Потом эту нечетный поезд опять вышел из Карзабанской стороны. Я смотрю, уже звонки, шлагбаум закрыли. Я вышел на двери, смотрю, уже поезд скоростью идет. Я остановку дал. И никаком машинист не видно было, ничего не видно было. И даже не тормозили, ничего. И после этого удар сильный был. Темно было. Подошли, подъехали ближе и видели, что там на ссылке лежит мертвый. И пострадавшие кричали, просили оказывать помощь. Зачем нам нужно останавливаться? Дополнительная проверка бдительности, так называется. Если дай нормально, а он допопили, лайф, массы, так и надо. Допопили вас, мы уже сахнули. А сам дай, я твора, так и был не это фросик. Но тут как дальше не будет, тут все не поверят, вас тут коллектив, вас. А так дальше не будет, а ты заргулил, майз бог тебе шепчу. Магазин поверят, не. Чуть мы хотели ехали на Киревич. И это так, целый шулер, а ты не мысли. А на больше есть, видите киперзы. И люди могут там где пусть поверят, целый день не видишь, а и люди говорят, как не бьют, когда рабочий. Орел на кадр дарвия, модровице севе. Орел на кадр мокродоваши был, аж когда даудорова, матчая зина. Агри адамани, обхезели, олабери гомара. ეს კურსენია, ეს ჯიერი, ხონებული და ლოაშული, შემდგომში იქნებოდა ახლა ამჟამად, რომ ბრძანებები არ იცემოდეს. აკეთებია ბრძანებას, კურსენია მოვდა, ეს ახალი ამოვია, ამდენი ტრაგედია ამოვიარეს და დღეს თებერვალი არის. ცხადებელი არის, მოგაბათებელი. ხოდა დღესაც იძლევა ბრძანებას, რომ თქვი, განყოფილებას რომ რემონტი უნდა ემოვას, არა ბრძანება მიიღებო. აი ეს არის ეს უბედურება, ეს კურსენია, ბრძანება. აი ამიტომ არის, რომ მასე შევთქვათ, თქვი უნდა მიმართოთ ვის. Esas es ukao mzale, vis no mimit, vis no mimit. Vis no mimit, celo, esas ukao mzale vas migat. Da tko vas Rusija sulet, čakale sapskosi prokurori. Moitkovet
თუ არ შევასრულებ გადაცემა რომ ჯიან თქვენ ვერ დაგზია პროკურორში არ ყობიდეთ ჩვენ ჩავედეთ პირადად ევომარდეთ პირადად მემითხარით კი ბატონო პასაგებია აღარ არსებობს ეს საშუალება აღარ გამოუყვება ასეთი რა ჩემი საზრით არ არის გამორიცხული რომ გამოვარდეს კიდე როდესაც უსმენდი ამ საუბარს მაშინ სულ არ ვფიქრობდი სახელებზე სულ არ ვფიქრობდი იმაზეც რომ ამ მანქანებს ჩაეძინა მე ვფიქრობდი იმაზე რომ ეს შეიძლება მოხდარიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მართვის მექანიზმი არ არის მის ნაწილებში თავსებადი ადამიანი თვითონ მის ფენომენი უნდა იყოს თანასწორი. დაწყებული პრემიერი იქნება თუ თავის მეტავრი ვერ დაბა. ამის მგზავრში ჩვენ საზოგადოებაში წლების მანძილზე არ იყო. ჩვენ გაუცემული ვიყურებთ ხოლმე ქუჩაში რომ ერთი კაცი მუშაობდა და 10 კაცი თავზე ადგას. ასე არ არის ხშირად. разом двое ხალხის მიერ დაგავული. Он именно качественно работал, добросовестным, хорошо работал, вовремя на работу, вовремя выполнять план. 5 миллионов ძღოლი ყავს ავტოგრაფში. 5 миллионов ძღოლი. ეს პერსონალ მაგან პერსონალ ვაკრა. Красяне, один должен рабочий много даже. Выполнять план. აი მანქანა დანადგარი გამოიგონო. რამდენი დეტალის მოძრაობს, იმდენი ამძრავი რომ დაუყენო. იქ ხოსი სულელია. აი ეს არის მართვის აპარატი. მართვის სისტემის მთელი უნიატობი. უპასუხისმგებლობა მისი. და ის მანკიერი მხარები რომელიც ჩვენ საზოგადოებას ახასიათებს. Шустер говорит? Нет. Ну, он еще не пошел взять разговор, но задох принципы. А это правильно же, это а это правильно, а все есть прям задавит. Не надо, если хлеба, если будет, то это экономист хлеба. Мы его все высить, все Москва. А что еще самое главное, что мы пасух в акценте. Тратом говорит. Пасух и ничего. Либерализм. Владимир, ხშირად მე დამისახელოს თქვა პერიოდი, როდესაც თვისებები თქვა ლიბერალიზმის ნაკლებად იძმებოდა ჩვენ საზოგადოებაში. Ჩემი ძალიან ეს აპროიდატის დიტატურის პერიოდი. როდესაც შექონდა საკომანდო ეკონომიკა. მართლა ასეთი ფორმალური, მართლა ასეთი ზედაპირული, მასთან ასეთი თავში აფენილი, არ ყოფილა ის პერიოდი. კონდა მას თავისი დადებითი, თავისი მინუსებიც კონდა, პლუსები კონდა. და ზოგჯერ ჩვენ ხელს შეხუცავს რეალურად შეიძლება ყველაფერი სამასხოდ გადავრჩიოთ სერიოზული საკითხიც კი. რაც იყო დადებითი, ძალიან ბევრი 1930 წლებში კოლექტივიზაცია იმას დაამაგრა ჩვენი სახელმწიფო მოამძლავრა, მაგ მეთოდმა ხელმძღვანელობის მომყოლ ახალ მოგონის. იმ დროისათვის ის განათლებული იყო, დღეს ის არ მოერგება ჩვენ საზოგადოებას.